პატარებო, მინდა მოგიყვეთ ნამდვილი ამბავი ტიტასა და მარიტას შესახებ. ისინი იყვნენ და-ძმა და ცხოვრობდნენ დიდი ხნის უკან. ზღვა ლამაზი იყო, შვიდი და ცისფერი. დიდ ხის გემზე იდგა პატარა ბიჭი, სახელად ტიტა და მის გვერდით მისი და მარიტა. ტიტა 10 წლის იყო, გამბედავი და ცნობისმოყვარე. მარიტა კი მშვიდი, მხიარული და სულ იღიმოდა. ორივე ძალიან ბედნიერები იყვნენ და მხიარულად აკვირდებოდნენ ზღვის ტალღებს. მაგრამ უეცრად დაუნდობელი ბიძგი, გემი ძლიერად შეეჯახა რიფს, ხმაური იყო, ფიცრები გაიბზარა და გემა წყლის შთანთქმა დაიწყო. მარიტა ჩქარა ნავში, დაიძახა ტიტამ და ხელი ჩაკიდა დას. მათ პატარა სამაშველო ნავი ნახეს და ზღვაში გადახდნენ. ტალღები აზოზრუდნენ და გემი ნელ-ნელად ჩაიძირა. ბავშვები შეშინებულები იყურებოდნენ უკან. ისინი მარტო დარჩნენ შუა ზღვაში, პატარა ნავზე. თან ჰქონდათ მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა. იქ იყო ცოტა პური, ერთი ბოთლი წყალი. მარიტას თვალები აუცრებლიანდა და ტიტას მუხლებში თავი ჩადო. მათ მთელი ღამე ნავზე გაატარეს. ამასობაში გათენდა, მზია მოვიდა. ნავიდან მოჩანდა კუნძული, მწვანე ტყიანი, თითქოს რაღაცა სპირდებოდა ბავშვებს. ნახე ძამია კუნძული, დაიყვირა მარიტამ. ისინი მიადგნენ კუნძულს და ნაპირზე გადავიდნენ. სველი დაღლილები, მაგრამ იმედით სავსენი. ბავშვები გაოცებულები იყურებოდნენ ირგვლივ. მაღალი ხეები იყო, უცნაური ხმაურით მოცული. ერთობლივად გადაწყვიტეს კუნძული შეესწავლათ. ტყეში ბილიკს გაჰყვნენ და მიადგნენ მდინარეს. წყალი სუფთა და ცივი იყო. ისინი დაეწაფნენ და შვებით ამოისუნთქეს. შემდეგ იმ მყუდრო ადგილას დაბანაკდნენ. მდინარესთან ახლოს ცეცხლი დაანთეს და თევზი შეწვეს, რომელიც ტიტამ ხელით დაიჭირა. პირველად ციცილით ჭამეს. თითქოს დილიდან არაფერი მომხდარა. მაგრამ უეცრად ხმაური, ხეები შეირხა და შორიდან ტრიუმფალური ფეხის ხმა. ტიტა რა არის ეს? შუმად იკითხა მარიტამ. და უცებ დინოზავრი, გოლიათი ტირექსი გამოჩნდა, დიდი შაშიში, მძიმედ მოსიარულე. ბავშვები შეშინებულები გაიქცნენ და ბუჩქებში დაიმალნენ. ჩუმად სუნთქავდნენ. ტირექსი ისევ იდგა იქ, როგორც კოშკი. ტიტა და მარიტა გაიქცნენ. ტირექსი კი გამოეკიდათ. ამ შენიშნა ქვის ღვიმის შესასვლელი. მიადგნენ და შიგნით შევიდნენ. იქ პატარა მაგიდა იყო, ხის საწოლი. თითქოს აქ ვიღაც ცხოვრობდა. დინოზავრი უკან გამოედევნა. მღვიმეში შესვლას ლამობდა, მაგრამ შესასვლელი ზედმეტად პატარა აღმოჩნდა მისთვის. ბავშვები შიშით შეჰყურებდნენ, მაგრამ მღვიმე მტკიცე იყო. დინოზავრმა ვერაფერი მოახერხა და წავიდა. ბავშვებმა შვებით ამოისუნთქეს და უეცრად დაინახეს ის პატარა საოცარი საყვარელი მაიმუნი, რომელიც ხის საწოლზე იჯდა და ცნობისმოყვარე თვალებით უყურებდა მათ. პირველმა დღემ კუნძულზე მშვიდობიანად და საინტერესოდ ჩაიარა ბავშვებისათვის. პირველი სერიის დასასრული გამოიწერეთ ჩვენი არხი. გაგრძელება იქნება. მას შემდეგ, რაც ბავშვები, ტიტა და მარიტა თავიანთი პატარა ნავით მიადგნენ უცნობ კუნძულს და ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, რამდენიმე თვე გავიდა. დილით ტიტა ადრე ადგა, დასდა ემშვიდობა და საკვების მოსატანად წავიდა. გზად ლამაზ ველზე გავიდა, სადაც მშვიდად სოლდნენ ბალახის მჭამელი დინოზავრები, ზავროპოდები. მათთან ტიტა უკვე მეგობრობდა, განსაკუთრებით უყვარდა ერთ-ერთი დიდი თვალებითა და დიდი კისრით. სანამ ამბის თხრობას გავაგრძელებ, მინდა გიჩვენოთ ბალახის მჭამელი დინოზავრები და საშიში ხორცის მჭამელი დინოზავრები, რომლებიციც ტიტას ძალიან ეშინოდა. ესენი იყვნენ ტირანოზავრები და პტეროზავრები. ტიტამ გზა განაგრძოდა, გორაკზე უცნაური ხმაური გაიგონა. გაიხედა და დაინახა სამი მეკობრე. მათ პატარა და საყვარელი დინოზავრი დაუჭერიათ და მის საყვანას აპირებდნენ. ტიტა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა მარტო, ამიტომ პირზე ხელი აიფარა, შემდეგ გამოქვაბულისაკენ მოკურცლა და დას ყველაფერი უამბო.
მარიტამ გეგმა შეადგინა და ძმას გაუზიარა. ისინი ღამე როცა მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა, მიადგნენ ზღვის ნაპირს, სადაც პატარა ნავი ეგულებოდათ. შეცურდნენ ზღვაში და გემისაკენ დაიძრნენ. ამ დროს მეკობრეებს, რომით მთვრალებს გემზე ეძინათ. ტიტამ ნავი გემს მიაბა და თვითონ თოქზე აძვრა. მარიტა და პატარა მაიმუნი ნავში დარჩნენ. ტიტამ გაათავისუფლა დაჭერილი დინოზავრი, ნავში ჩასვა და ნაპირისაკენ გამოცურა. შემდეგ ბილიქს გაუყვნენ გამოქვაბულისაკენ და სამშვიდობას მიაღწიეს. მარიტამ კოცონი დაანთო და ბავშვები, მაიმუნი და მათი ახალი მეგობარი შემოუსხდნენ კოცონს. ყველა კმაყოფილი იყო, დღე მშვიდობიანად ჩაიარა. მეორე სერიის დასასრული. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოგრჩეთ მესამე ნაწილი. ტიტამ და მარიტამ ადრე გაიღვიძეს, გახედეს ზღვას და მეკობრეების გემი შეამჩნიეს. ეს ის გემი იყო, საიდანაც პატარა დინოზავრი მეკობრეების ტყვეობიდან იხსნეს. ტიტას ეჭვი ჰქონდა, რომ მეკობრეები ამ ამბავს ასე არ დატოვებდნენ და შურისძიების გრძნობით აუხსილნი რამეს მოიფიქრებდნენ. მეკობრეებმაც გაიღვიძეს და დაინახეს, რომ თავიანთი განძი, პატარა საყვარელი ბალახისმჭამელი დინოზავრი აღარ იყო გალიაში. გაოცებულები იყვნენ და გაბრაზებულები. ერთმა, რომელიც დურბინში იყურებოდა, უბრძანა დანარჩენებს, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და კუნძულისაკენ გაეცურათ. ტიტა და მარიტა გამოქვაბულისაკენ გაბრუნდნენ. რომ მიუახლოვდნენ თავიანთ თავშესაბარს, მათთა საუბედუროდ შესასვლელთან მოშიებული ტირექსი დახვდათ, რომელიც კბილებს ილესავდა. ტიტას და მარიტას ძალიან შეეშინდათ და გაიქცნენ, დინოზავრიც გამოედევნათ. ბავშვები თავის აღწევას ცდილობდნენ, მაგრამ ტიტამ გზა ვერ გაიგნო და თავის დასთან ერთად ჩიხში ამოყო თავი. გასასვლელი არსად იყო. სასოწარკვეთილებამ მოიცვა ბავშვები, მაგრამ მათთა საბედნიეროდ ტიტას მეგობარი ბალახისმჭამელი დინოზავრი, რომელსაც ტიტა გრძელკისერას ეძახდა, ტირექსსა და ბავშვებს შორის ჩადგა და ტირექსს დაემუქრა. ტირექსი შეშინდა და უკან დაიხია. გაიხარეს ბავშვებმა. ტიტამ მადლობის ნიშნად გრძელკისერას თავზე მოეფერა და დაემშვიდობა. ამ დროს კი მეკობრეები ნაპირს მოადგნენ. განრისხებულები იყვნენ. ნავი მიაბეს, კუნძულზე გადმოვიდნენ, მაგრამ მათთა საუბედუროდ ტირექსი, რომელიც გრძელკისერას გაექცა, სანაპიროსაკენ წასულიყო და მეკობრეებს გადაეყარა. შეშინებული მეკობრეები თავქუთ მოგლეჯილები გაექცნენ ტირექსს. ტირექსი კი გაედევნა. ტიტამ და მარიტამ სიტუაციით ისარგებლეს, გაქცეულ მეკობრეებს ნავი მოპარეს და გემისაკენ გაცურეს. გემი იმედი იყო იმის, რომ ამ კუნძულიდან თავი დაეღწიათ ბავშვებს. ტიტა და მარიტა გემს მიუახლოვდნენ, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ. მარიტა პირველი აძვრა გემზე, თოლიები თავს დასტრიალებდნენ. ტიტა წავიდა გემზე, იალქნები გაშალა, საჭესხელი მოკიდა და გემი ახალი თავგადასავლებისაკენ დაიძრა. გემზე დიდძალი სიმდიდრე ჰქონდათ მოგროვებული მეკობრეებს. მეკობრეები ტირექსს გაექცნენ და გამოქვაბულ შეაფარეს თავი, როგორც ადრე ტიტამ და მარიტამ. ტირექსი ისე ვიდგა გარეთ და ცალი თვალით იყურებოდა მეკობრეებისაკენ და თან კბილებს ილესავდა, მაგრამ გამოქვაბული მყარი იყო და იქ შესვლას ვერ ახერხებდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაგრძელება იქნება.